ეპიცენტრი ნელა ინესლოს გორისაკენ, შიდა ქართლისაკენ. ამის ნიშანია მომავალ კვირაში დაგეგმილი აქცია ქართული ოცნების 15 ივლისს გაიმართება 7 საათზე ტრადიციულად აქცია გორში, თუმცა საათ როგორ და რა ფორმით ამაზე კიდევ შეიძლება სხვა მოსაზრებები არსებობდეს და ამის თაობაზე ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი აუცილებლად გვესაუბრება, თუმცა ამის გარდა ბოლო პერიოდში მრავალი საინტერესო მოვლენა მოხდა, მათ შორის გორთან მიმართებაში იყო ძალიან მძიმე ინციდენტი სოფელ მერეთში, სადაც კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მათ შორის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ალასანიას, მხარდამჭერებს პოლიტიკურ პირებს დაესხნენ თავს გაურკვეველი წარმომავლობის მუდმივად რომ ვთქვათ პირები, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ახალგაზრდა გოგონას, რომელიც საკმაოდ მძიმედ დაშავდა, მრავალი ადამიანი იქნა ფიზიკურად დაზიანებული ამ ინციდენტის დროს და შესაბამისად ეს საკითხი დღემდე ღიად არის, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიცით, არავის არ უგია პასუხი ამ ძალადობასთან მიმართებაში და ასევე არის ზოგადად პოლიტიკური მოვლენები, რომელიც მოითხოვს შეფასებას, მოითხოვს ანალიზს, მოითხოვს პროგნოზირებას შემდგომი განვითარებისა, საუბარია საქართველოს მთავრობაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ვანო ივანე მერაბიშვილი იქნა დანიშნული პრემიერ-მინისტრად, ის აღარ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ბაჩო ახალაია, რომელსაც აქვს საკუთარ არაერთგვაროვანებულად ვთქვათ, შეიძლება ითქვას ძალიან მძიმე იმიჯი საზოგადოებაში, იქნა დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრად, რაც თავისთავად მრავლის მეტყველი შეიძლება იყოს. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში და შევეცდებით შევაფასოთ აღნიშნული მოვლენები და გავშვიდოთ მომავალი. მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად სიცოცხლის ზონას უყურებთ და წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი დღის სტუმრებს, ქალბატონი ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარე, მოგესალმებით ქალბატონი ნანა, ბატონი თამაშიაშვილი, კოალიცია ქართული ოცნების გორის რაიონის შტაბის თავმჯდომარე. სალამ შეკითხვებით გადავალთ სტუმრებთან, მე მინდა წარმოგიდგინოთ თრიალეთის მიერ მომზადებული სიუჟეტი, სწორედ მერეთიდან და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან. სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემა სიუჟეტს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე ალბათ უმჯობესი იქნება ინტერაქტივის განთავსება მაინც მოხერხდეს ეთერში. ჩვენ გვინდა გკითხოთ არა მერეთთან მიმართებაში ამ შემთხვევაში, არამედ სამთავრობო ცვლილებებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო ახალი თემა, უფრო გლობალური თემა, თუმცა მერეთს თავისი ადგილი გააჩნია. შესაბამისად, თხოვ ტექნიკურ ჯგუფს თუ შესაძლებელია გაათავსონ კითხვა, რომელიც ჟღერს ასე, როგორ აფასებთ სამთავრობო ცვლილებებს, უკანასკნელ სამთავრობო ცვლილებებს, დადებითად უარყოფითად, ეს შეკითხვა იქნება განთავსებული და ჯერ სიუჟეტი მე მგონი ხდება რომ იქნეს გაშვებული. სიუჟეტი ეთერში თუ შეიძლება. დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. აღნიშნული ინციდენტი გორის რაიონის სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას მოყვა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამო ქართული ოცნების ლიდერების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაიშალა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ივანიშვილის სოფელში მისვლა გააპროტესტა. დაზარალდა 10-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 17 თებერვალს მერეთში დაკავებული გუჯა მახარაშვილის პაპა, 72 წლის ედემ მახარაშვილი და ასევე ლიზი შავლოხაშვილი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტვინის შერყევის დიაგნოზით გორის ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. მოდი ბიჭო ფერებია რა კაცელი მოდი რომელიმე წელი ხოჭაღებს მოდი აი ნელა აჰა თბილისიდან იყვნენ ბიძინა ივანიშვილი ამოსული. ამოვიდნენ კარბელები დაქირავებული ბოქსიორებით. და რო გავიწიეს ხალხზე საცემლელად და მე ჩაუვარდი შუაში და ბიძინაშვილმა ლევანიმა დამიჭირა და მეორე იქაური ბიჭი იყო, რა ქვია, ახალდაბელი თუ რავი, სადღაულით. მოყვანილები ყავდათ ბოქსიორები. და ეს თავპირი დამინტრია სულაცებითა.
ლევანი ერთხელ გამარტყა, მე მეორედ გამარტყა, თან ვეჭირე ხელით და ის მე 72 წლის კაცი ვარ, იმასაც გაუკლავდებოდი რაც. ვინ არიან ეს ხალხი? ნაციონალური მოძრაობა? ნაციონალი მოძრაობა. ყოფილი დეპუტატი არის აქ ჩვენთან სოფელ გორის რაიონისა. დიცელებიც იყვნენ და მოსულები და არბუელებიც იყვნენ მოსულები და ბევრი ხალხი ყავდათ მოყვანილი. კოალიციის წევრები ამ ყველაფერს პროვოკაციას უწოდებენ და მაშინ ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ. მათივე თქმით, მმართველმა პარტიამ არეულობის მოსაწყობად ფულიც გადაიხადა. ეს მოაწყეს ეხლა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც არის ქართული ოცნების წევრი და აქტიური აქციის მონაწილე, ლიზი შავლოხაშვილი, ასევე ნაცემია პაპაჩემი, ედემი მახარაშვილი და ბევრი სხვა მომიტინგე. ესენი არიან შეკრულები, დარიგებულები აქვთ ათილარები, პოლიციის თანამშრომლები, სულ კარგად ვიცით, ვინები დაძევენ და მოაწყეს ეს აქცია. მეტი არაფერი, მაგრამ ამათ ცოტა დრო დარჩა და მოევლებათ. ყველანი მახსოვს და უნდა ვიზეიმოთ ოქტომბრის არჩევნებში. მოხდა ის, რომ დაახვედრეს გარკვეული ჯგუფები ბატონ ბიძინას და მოხდა ის, რომ პროვოკაცია იყო დაგეგმილი და შეასრულეს ბრწყინვალედ ეს პროვოკაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეთი მეთოდებით ჩვენ ალბათ ძალიან გაგვიჭირდება საარჩევნო ნორმალური კამპანიის წარმოება, ამიტომ ორივე მხარეს პირველეს ყოვლისა ხელისუფლებას მართებს გონიერება, რომ ეს ყოველივე ალაგმოს და საერთოდ ჩაერიოს საერთაშორისო ორგანიზაციები, ესეთი შეხვედრები აღარ გამეორდეს, ესეთი ინციდენტები როგორც დღეს მოხდა. კოალიციის წევრების განცხადებით პროვოკაციის მოწყობაში გორის სამაშველო სამსახურისა და ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. ვიცნობ პირადად, მაგრამ აი ქალბატონები საუბრობენ, რომ მოყვანილი ხალხია და ზონდერებს ეძახიან. მე არ ვიცნობ ამ ხალხს. ესენი არიან ზონდერ ბრიგადები, რომლებმაც არ მოხდეს უბრალოდ ადამიანებს გასაუბრების საშუალება. დღევანდელი დღით არც საქართველოს კარგი მომავალი ნათდებოდა, არც ბრელდებოდა საქართველოს. მოხდნენ პროვოცირებულები, დახვდნენ მომზადებულები და აგერ ახალგაზრდა გოგონა მათმა მოყვანილმა, ვითომ დიდმა პატრიოტებმა და სააკაშვილის რო იტყვიან მხარდამჭერემ აგერ თემაში ჩაკლეს, არ ვიცი სასწრაფო წაიყვანა, როგორ იქნება მათი მდგომარეობა. ეს არის რეალურად ნაციონალური მოძრაობის სახე, თქვენ თუ დაინახეთ ამ მდგომარეობაში იყო, შეშინებულები არიან, ვერეგუები არო დაახლოებით 4 თვეში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ყველას მოუწევს ვინც იქ იყვნენ განსაჯელის კამზე დაждდომა. მე ვაძლევ ამის გარანტიას თითოეულს რა. პირადად ყავდა ჩამოყვანილი გორის სამაშველო სამსახურის უფროსი, მთელი თავისი პირადი შემადგენლობით იქ იყვნენ ყველანი. იყვნენ ასევე ყუდის თანამშრომლები, რომლებსაც ავარჯიშებდა ეგრეთ წოდებული ჩხუბი წესების გარეშე გამოყავთ. ყველანი იქ იყვნენ და მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ყველანი აგებთ პასუხს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები რა. ძალიან მალე. გოგოზე ხელისაწევა ეს არაკაცურია, ყოველთვის დაიმახსოვრეთ რა. თუ ისმეს თავი გო ჩვენზე აწიეთ ხელი. ჩვენ ავიტანთ კიდე მაგრამ პროვოკაციაზე არადოს არ აყვებით. გოგოზე ხელისაწევა ეს არის უზნეობა და ლაჩრობა და არაკაცობა და მოგეთხოვოთ პასუხი მაგაზე რა. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან მორიგი ვანდალური ქმედება. მე ყველა პიროვნება, რომელიც აქ იყვნენ წარმოდგენილები და რომელიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აი ვანდალიზმში, აი დარბევაში, რომელიც განხორციელდა ჩვენს წინააღმდეგ, მე ყველა ვიცი პირადად ვინ არის. პირადად ვიცი ის პედაგოგები, რომლებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და ყვიროდნენ მიშა და ღმერთმა შეარგოთ ის მიშა, ღმერთმა შეარგოთ ისეთი დამცირებული პოზიციით ცხოვრებაში, როგორებითაც დღეს არიან და მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც უშუალოდ ჩხუბობდა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, იყო გორიდან ამოსული ხალხი, იყო ის ადამიანები, ვინც სპეციალურად ამ მიზნისთვის წამოიყვანეს, რომ აქ მოეხდინათ არეულობა, ქაოსი, დარბევა და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით მომხდარი არის პრეზიდენტისა და ხელისუფლების იდეოლოგია, რომელიც მოსახლეობას შორის შუხსა და დაპირისპირებას აღვივებს. ეს არის ტიპიური სააკაშვილის მმართველობა. ეს არის ტიპიური ხერხი მასი. ეს არის ტიპური იდეოლოგია სააკაშვილის, რომ როგორმე დააპირისპიროს საქართველოს მოსახლეობა, განსხვავებული აზრი არ უნდა გამოითქვას. ესენი რომ სააკაშვილის მომხრეები იყვნენ მხოლოდ და მათ ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. მათ ამის გამოთქმის საშუალება აქვთ და უფლებაც აქვთ. არც ერთი აზრს არ გამოთქვამს, მხოლოდ ყვირიან. ჩვენ ჰქონდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან. გასაგებია რომ ყველა შეიძლება ჩვენი პოლიტიკა არ მოსწონდეს. ჩვენი მხარდამჭერები არ იყვნენ, მაგრამ მათ არ უნდა ჩაშალონ ეს პროცესი და არ უნდა დაარბიონ.
ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაიშალა, რადგან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ მერეთი დატოვეს. კოალიციის წევრებმა დღესვე პროკურატურას საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს მომხდარი ფაქტის გამოძიება. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ბატონო თამაზ, მე მინდა თქვენი დავიწყო დღევანდელი საუბარი, ვინაიდან თქვენ იყავით უშუალო თანამონაწილე და თვითმხილველი ამ პროცესებისა. რეალურად რა მოხდა მერეთში? რატომ გამოიწვია ესეთი აურზაური აჟიოტაჟი, ჩხუბი, ვინ დაიწყო, ვინ მონაწილეობდა ამაში, თუ შეიძლება რომ გითხრათ? დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადო სტუდიაში მოწვევისთვის და მინდა მივესალმოთ ხოლმე ტელემაყურებელს. ცოტა თავიდან რომ დავიწყოთ, ესე იგი ინფორმაცია იყო თქვენ მოგესალმებათ, რომ ჩვენი ლიდერები, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები ხვდებიან მოსახლეობებს სხვადასხვა რეგიონებში. სოფელ მერეთში ჰქონდა შეხვედრა, არავინ არ იცოდა აბსოლუტურად სოფელ მერეთში თუ ჩამოდიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი მომზადებოდა. მხოლოდ მე მქონდა ეს ინფორმაცია. მათ იცოდნენ რომ მომზადებოდა ბატონი ირაკლი ძალიან ბევრ სოფელში ნაყოფი ჩვენს რეგიონში და სოფელ მერეთშიც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ბატონ ირაკლის. იქ სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარა მთელ სოფელს ცენტრში გაუკეთა ირაკლი ალასანიამ და აქედან გამომდინარე რომ ყველა ძალიან უყვარს. მხოლოდ ეს ინფორმაცია ჰქონდათ. როდესაც ჩამოვიდა წინასწარი უკვე ბატონი ბიძინას პირადი დაცვის, გამგებელი იმყოფებოდა იქ და გამგებელმა დაინახა ეს უცხოური მანქანა, ეს უცხოელი პირადი დაცვის თანამშრომლები უკვე მიიღო საქმე. და ხალხი იყო უამრავი გამოსული. მარტო 140 წევრი იყო თავისუფალ დემოკრატებს ოფიციალურად გაწევრებული სოფელ მერეთში და სულ არის დაახლოებით 450 კომლი ამ სოფელში. აქედან გამომდინარე ძალიან ანერგიულდნენ დაიწყეს სირბილი. ვასიკო თეოდორაშვილია სოფელ მერეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ასევე იქ იმყოფებოდა ლევან ბერძენიშვილი, რომელიც არის ყოფილი საკრებულოს წევრი და ეხლა რამდენადაც მითხრეს არის მანდატურების სამსახურის უფროსი. ნუ უკვე შეეშინათ აშკარა იყო, იმიტომ რომ უამრავი ხალხი იყო, გადარეკეს და გამოიძახეს სამაშველო სამსახური. მაგრამ ფაქტი ის არის რომ როდესაც ბრიგადები მოიხმეს? კი, პირდაპირ, ალბათ იფიქრეს რომ ესე მალე მობილიზებას ვერ მოახდენდნენ ამ ზონდერ ჯგუფების და აქედან გამომდინარე პირდაპირ ისეთ სამსახურში დარეკეს, სადაც როგორც სპეცნაზი ან რაღაც მორიგეობდნენ ჩაულებრივი მორიგეობ ჯგუფები იყო და მთელი ორივე ჯგუფი წამოვიდა. მაგრამ ფაქტია ის რომ როდესაც ბატონი ბიძინა და ბატონი ირაკლი ალასანიამ მობრძანდნენ, მანქანიდან გადმოეთუა და შეხვდნენ, არა და მინდა გითხრათ რომ ძალიან არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო ამ სოფელში და ყველაფერი კარგად დაიწყო. დაახლოებით მაქსიმუმ 4 წუთში სამი მანქანით მოხვდნენ ესენიც. გადმოვიდნენ, ცალკე გაიყვანეს და პირდაპირ 10 კაცად ორი ჯგუფი ყავდათ, ესე იგი 2 10-კაციანი ჯგუფი იყო, სადაც იჭერდნენ ცალ-ცალკე ხალხს, იკურთხავდნენ პირდაპირ. აგრესიაზე იყვნენ გადასულები. ანუ პირდაპირ ჩხუბზე გადავიდნენ, ანუ წინაპირობა არ ყოფილა ეს შეძახილები ანუ რამე მსგავსი. თავიდან დაიწყო უბრალოდ პედაგოგები დაგახვედრეს, რომლებსაც უნდა ეყვირათ, რომ რუსული ფული ჩვენ არ გვინდა. მიშას გამხმარი მჭადი მირჩევნია. კი, და არა და ამ დროს ეს ქალბატონი მეუფე ანდრიასთან მიირთმევს იქ გაჭირებული ქალბატონია და ჩაწერეს ეს ქალბატონი სხვათა შორის და რეალობა თქვა თუ რაც მოხდა იქ. აქედან გამომდინარე სიტუაცია იყო ძალიან პედაგოგებმა დაიწყეს ყვირილი, იქ მოვიდა მე ერთი პიროვნება, მოვიდა მე ლევან ბიძინაშვილი, რომელმაც დაუწყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხმამაღლა ლაპარაკი, რაღაც ბიჭებმა გაარეთეს, გაიყვანეს, მაგრამ როდესაც აქეთ უკვე ჩვენი ბიჭები ცალკე იდგენ, იმათან მივიდნენ უკვე აგრესიის გამოსახატავად და დაიწყეს პირდაპირ ჩხუბი. და თქვენ ნახეთ, რომ რა მდგომარეობაში იყვნენ, გვიცემეს 4-5 გოგონებიც ემეს. კი, გოგონაც ემეს, იქ იყო ძალიან აქტიურობდა სამაშველო სამსახურის უფროსია კახალომიძე, ასევე ძალიან აქტიურობდნენ სხვა ბიჭები იყვნენ გოროლები და მინდა ამ ბიჭებს მე მივმართო რა. არავის ნაკლები კლავი არავის არ გაგოჩნია, არ ჩვენ, უბრალოდ ჩვენ რო იქ ხელი გაგვინძრია, ჩემო კარგო, მინდა ეს ყველას დაგვიჭედრენ. და ეს ელემენტარული არაკაცურია, იქ ხალხზე ხელი საწევა და ასე შემდეგ. და დრომოვა ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და მე როგორც გორელს მინდა რჩევა მოგცეთ, რომ ეს ხალხი ეს ლევან დუჩიძე იქნება კუდის უფროსი, თუ სხვა სამსახურების უფროსები წავლენ თბილისში, თქვენ რჩებით გორში და ისე ნუიზავთ. ჩემო გორელებო რომ გორში აღარ გეცხოვრებოდე და ხალხს თვალებში ვეღარ შეხედოთ. ეს ცოტა წინ უნდა გაიხიოთ და თქვენ ოჯახზე უნდა იფიქროთ და შვილებზე უნდა იფიქროთ. იმიტომ თქვენ შვილისკენ ხელს ურავის უნდა გააშვერენებთ რა. სირცხვილია ქართველები ვარ და რაღაც რომ მოხდეს ამ ტერი შემოვიდეს, ერთად უნდა დავიცოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი. დიდი მადლობა. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი ინტერაქტიული შეკითხვა, რომელიც უკვე როგორც იქნა გაჩნდა ჩვენს ეკრანებზე. ჩვენ გვინდა გთხოვოთ შეაფასოთ სამთავრობო ცვლილებები, ვანა მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშნა, ბაჩო ახალაიაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად, დიმიტრი შაშკინის თავდაცვის მინისტრად, სხვა მხრივ შემადგენლობა ძირითადად დარჩა ადგილზე, თუმცა პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი, ეხლა უკვე განათლების მინისტრად მოგვევლინა და ეს კიდევ ერთი სიახლეა ჩვენს დღევანდელ მთავრობაში. ამის გარდა მინდა შეგახსენოთ საეთერო ტელეფონი 2791 დარეკეთ ჩვენს ეთერში გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, დასვით შეკითხვები, იაქტიურეთ, რათა იყოთ უფრო დაცული და გქონდეთ
საშუალება ჩაერთოთ თქვენი რეგიონის და საქართველოს მართვაში, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი ფორმაა სამოქალაქო აქტივობის და საკუთარ მომავლის განსაზღვისა, რაც სამწუხაროდ ბევრს უჭირს და სადაც არის ამის საშუალება, ეს გამოყენებული უნდა იყოს და რეალიტი ამგვარ საშუალებას საბედნიეროდ იძლევა და გაძლევთ თქვენ. კაბა ნანა, თქვენ საერთოდ მოსალოდნელი იყო ის, რაც მოხდა მერეთში. ელოდეთ თუ არა ესეთ უშუალო ღია პირდაპირ დაპირისპირებას, მე გულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში არა გადაცმული, ასე ვთქვათ, პოლიციელები, რომლებიც დიღმებით იქნებოდნენ დაფარული, არა ზონდერ ბრიგადები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც არაოფიციალური თანამშრომლები არიან და აფიგურირებენ როგორც რეგისტრირებული პირები ამათვე ადმინისტრაციულ ორგანოში, არამედ როგორც იყო ნახსენები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, თავის ერთ-ერთი ბაგონები არ ჰქონდათ, თორემ სახელის ამოცნობილები ორი მათგანი და ღიად ჩაერთვენ უკვე ესეთ დაპირისპირებაში. დიახ, მაისურიც კი ეწოვა ერთ-ერთ მათგანს. ღიად ჩაერთვენ საარჩევნო, ასე ვთქვათ, ბატალიებში, ოღონდ პირდაპირ მუშაობენ სიტყვისა და არა გადაეტეს. უპირველეს ყოვლისა მივესალმებით ჩვენს მსმენელებს, გორელებს, დიდი მადლობა რომ დღეს გვიყურებთ და გვისმენთ და ახლა უშუალოდ ამ შეკითხვაზე. საერთოდ, როდესაც ხელისუფლება იხსნის ნიღაბს და გადმოდის პირდაპირ იერიშზე, თუნდაც ისეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს ქვეყანას ყავს, საქართველოს არადემოკრატიული და საკმაოდ ესე ვთქვათ ოდიოზური, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი ოდიოზურობა, თავისი არაკანონიერება რაღაცნაირად შენიღბოს და შეფუთოს. კომუნისტებიც კი თავის დროზე ყოველთვის ცდილობდნენ, რომ თუ კი რაიმეს არაკანონიერს უსამართლოს აკეთებდნენ, ეს ყოფილიყო შენიღბული. თქვენ იცით რომ მოსვლის წინ, უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებაც ამას ნამდვილად ცდილობდა და მიუხედავად იმისა, მიტინგებისა და დარბევების დროს, იგივე 7 ნოემბერი იყო თუ სხვა აქციების დარბევების დროს, ხშირად გაჟღერებულა ის, რომ აი სამხედრო ნაწილები ღებულობდნენ მონაწილეობას, აი ისეთი ხალხი მოღებულობდა მონაწილეობას, ვისაც კანონით ამისი უფლება არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი გარეგნულად ინარჩუნებდა თითქოს და ესე იგი ისეთ იერს, რომ ნიღაბს ინარჩუნებდნენ და არ ცდილობდნენ ესე ვთქვათ გამოეჩინათ თავიანთი თავი. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებას გათვლილი ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნა და ბუნებრივია ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს თავის მომავალ მმართველობაზე, არ იჭრის იმ ტოტს, რომელზედაც ის ზის, თუნდაც ნიღაბს. ანუ რაზე მეტყველებს? როდესაც ხელისუფლება დღეს ღიად გადმოდის საზოგადოებასთან შეტევაზე, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მათ აღარაფერი აქვს დასაკარგი, მათ არაფერი აქვს დასამალი. დასამალი არ არის ის, რომ დღეს ისინი კარგავენ ძალაუფლებას და ნებისმიერი მეთოდებით მზად არიან შენარჩუნონ ეს ძალაუფლება. ერთადერთი რაც მათ დარჩათ იარაღი, ეს არის შიშის დათესვა. შიშის და ძალადობის და ამას ნიღაბი არ ჭირდება, იმიტომ რომ ეს პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს მოძალადე ხელისუფლებას. ჩვენ ვართ უფრო ღონივრები, ჩვენ ვართ უფრო ძლიერები და ჩვენ გავიმარჯვებთ. ისინი დღეს ინარჩუნებენ სწორედ უბრალოდ ატარებენ სწორედ ამ პოლიტიკას. მე მინდა მართალია ეს კითხვა არ დასმულა, მაგრამ თქვენ უკვე თქვით, რომ ესეც არის მოსალოდნელი. დღევანდელი ეს ვთქვათ ეს შეკითხვაც არის მოსალოდნელი დაისვა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. დღევანდელი საკადრო ცვლილებებიც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ დღეს ხელისუფლება ემზადება არა სამართლიანი არჩევნებისთვის და ზოგადად არჩევნებისთვის, არამედ ის ემზადება საკუთარ მოსახლეობასთან ომისთვის. და სწორედ ომის მინისტრები და ომის ესე ვთქვათ ის ფიგურები, რომლებმაც ომშიც საკმაოდ ძიმედ წარმოაჩინეს საკუთარი თავი, დღეს ხდებიან, იკავებენ სწორედ ისეთი უწყებების უმაღლეს თანამდებობებს, რომელიც ბუნებრივია არჩევნებში შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ძალა. აქამდე თუ გახსენდებათ წინასაარჩევნოდ მსგავსი შემთხვევები და ანუ შეიძლება თქვენ გულისხმობთ, რომ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ უარეს ფაქტებს. ისეთ რა ფაქტია, რომ თვითონ ხელისუფლების შიგნით საქმე არის მძიმედ. ანუ ამქამდე ესეთ ფაქტებს ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ ესეთი მძიმე შიდა ანუ ესეთ პირდაპირი დარბევა. არა, მაგას არ გულისხმობ, მე ვიძახი, რომ ხელისუფლების შიგნით შიდა წრეებში საქმე არის სერიოზულად მძიმედ. ეს ჩანს გარეგნულად და თქვენ როცა მეკითხებით, რომ ადრე თუ მახსოვს ესეთი რამ ამ ხელისუფლებისგან? წინასაარჩევნოდ გეკითხებით, ანუ ახლა წინასაარჩევნოდ ესეთი რამ ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ხელისუფლების შიგნით რღვევა მხოლოდ და მხოლოდ დაიწყო ამ არჩევნების წინ, სხვა არჩევნების წინ ესეთი რამ არ მომხდარა. რატო რა ნიშნებია იმ რღვევისა? ნიშნებია რღვევისა იმის, რომ
როდესაც პრეზიდენტი არ ცხადებს, რომ ქვეყნის ხერხემალი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია და ამ ხერხემალს აცლის თავს და ეს თავი სადღაც გაურკვეველი მისამართით არის მოწყორცნილი, თუმცა ამას პრემიერ-მინისტრი ქვია, მაგრამ რეალურად ეს თავი არის მოცლილი, წაცლილი ხერხემალსა. ეს თავისთავად მეტყოლებს იმას, რომ პრეზიდენტი და ეს გუნდი ვეღარ ეყრდნობა იმ ხერხემალს, რომელიც აქამდე ითვლებოდა როგორც ხელისუფლების მამოძრავებელი. ბაჩოახალაია თუ გამოადგებათ ამ შემთხვევაში და თუ გაამართლებს მათ მოლოდინს. თქვენ ყველამ კარგად იცით და საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ბაჩოახალაიას ვინაობა და მისი, ისე ვთქვათ, კონკრეტული ქმედებები. მე მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო დონეზედაც ის ცნობილია როგორც საკმაოდ ოდიოზური, მის სახელთან არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში ის წამებები და ღირსების შემოლახავი მოპყრობები, რომელიც სწორედ რევოლუციის შემდგომ და უფრო კონკრეტულად ბაჩოახალაიას მოსulis შემდგომ გაჩნდა პენიტენციურ სისტემაში, მე გულისხმობ წამებებს, ღირსების შემოლახავ მოპყრობებს, ადამიანებს ღამეს, რომელიც იყო მართლმის ღამეს თოლფასი, როცა მეტერით ხოცავდნენ ხალხს პრაქტიკულად და ეს ყველაფერი არის ბაჩოახალაიას სახელთან დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ ამ დეპარტამენტმა შემდგომ გამოიცვალა რამდენიმე ხელმძღვანელი, ის პოლიტიკა, რომელიც ბაჩოახალაიამ დანერგა პენიტენციურ დეპარტამენტში, დღესაც ის პოლიტიკა გრძელდება და ხორციელდება. ანუ დღეს მისი მოსვლა, როგორც ასეთი ოდიოზური ფიგურის მოსვლა პოლიციის ხელმძღვანელად, სწორედ მასზე მიუთითებს, რომ დღეს პოლიციას უნდა ჰქონდეს არა ისთვის დანიშნულება, რაც აქამდე ჰქონდა, თუმცა აქამდე მათი დანიშნულებაც საკმაოდ საეჭვო იყო და სულ ცოტა ხნის წინ ცნობილმა ბიზნესმენმა საქართველოში დავით ბეგიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ მერაბიშვილმა და მისმა უწყებამ გაიტაცა ისინი და აიძულა მას დაეთმო ქონებები, რომელიც დღეს გადაფორმებული აქვს ხელისუფლებას და ეს ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა ქვეყანა და ის დღეს შვეიცარიაში ელის პოლიტიკურ თავშესაფარს. თუმცა არც ვანო მერაბიშვილს უჭირდა ესეთი ქმედებები, მაგრამ ბაჩოახალაიასთან რა თქმა უნდა რამოსატანია მისი ესე ვთქვათ ეს უკანონო და არაადამიანური ქმედებები. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ ხელისუფლება დღეს ემზადება არა არჩევნებისთვის, არა დემოკრატიული ესე ვთქვათ პროცესების განვითარებისთვის, არამედ ძალადობისთვის და ჩვენ საზოგადოება უნდა ვიყოთ მზად, ვიცით რომ ეს თვეები არჩევნებამდე იქნება ძალიან კრიტიკული და გადამწყვეტი. დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს გააღვიძოს ის შიში, რომელიც უკვე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მერე ხალხმა გარკვეულწილად უკვე გადატეხა და ესე ვთქვათ დაივიწყა. ეს არის უკანასკნელი მცდელობა საზოგადოების დაშინების და თუ ამ გამოცდას ჩვენი საზოგადოება გაუძლებს და წარმატებით ჩააბარებს, მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში მოხდება სამართლიანი ცვლილება ხელისუფლებისა და მჯერა ისიც, რომ ეს ადამიანები, რომლებიც 8-9 წლის განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებას, კონკრეტული პირების წინააღმდეგ, კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს ადამიანები არ დასჭებიან დაუსჭირდნენ. ამიტომაც რა მინდოდა მეკითხე თქვენთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, უფრო რეპრესიული გახდება ბაჩოახალაიას მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვიდრე ვანო მერაბიშვილის მმართველობისას და იყო თუ არა ამოცანა სწორედ უფრო მეტი სიმკაცრე, მეტი სასტიკე, მეტი დანაშაულებები, თუ ვანო მერაბიშვილი თავისთავად გახდა საფრთხე მიხეილ სააკაშვილისთვის და მის ჩამოშორებასთან ჰქონდა საქმე. რამ გამოიწვია ხერხემლის ტრანსპლანტაცია, ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობის პარაგლებში და რითი იყო გამოწვეული ეს ცოტა არ იყოს და მოულოდნელი ყოველ შემთხვევაში უმრავლესობისათვის ცვლილება მთავრობის შემადგენლობაში. მე სიმართლე გითხრათ, ის როვაკვირდების სიტუაცია ისე მგონია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილი ვაბანკზე წავიდა და ყველანაირად მე არ გამეკვირდება ძალიან მალე გადადგეს ბატონ მიხეილ სააკაშვილი და პირველ ნომრად ჩაუდგეს სათავეში თავის პარტიას ნაციონალურ მოძრაობას. დანიშნა მინისტრად ისეთი პიროვნება ქალბატონმა ნანა მადბზანა, რომელიც ასოცირდება ყოველთვის ძალადობრივ თავდაცვის სამინისტროში, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ უყვარდათ როგორც მინისტრი, ყოველთვის დაწყებული
პირველი სისტემის სადაც მინისტრად მუშაობდა ბაჩუ ახალაიაკი და ბატონო რბილად რო თქვა თავდაცვის სამინისტროშიც აუტანელი ვითარება იყო ყველა გამოქცევაზე იყო მის მინისტრობის მერე მე არც ერთი ადამიანი არ შემხოდრია გორში რომელსაც ხელშეკრულება დაუმთავრდა ჯარისკაცი და რომელსაც ჰქონდა სრული გააგრძელებინა ხელშეკრულება ეს იყო გამოწვეული პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა ეგ შეურაცხყოფას აყენებდა თითოეულ ჯარისკაცს ნებისმიერ ჭულმა რამეზე არა მარტო ჯარისკაცს ოფიცრებს უყოლას მისი დანიშვნა ეხლა თქვენ მოგეხსენებათ ზუსტად ის ბიჭები იყვნენ რომლებიც ყუთან არიან ასოცირებულები და ყუთა მოგეხსენება დათა ახალაია რომელიც ყუთს ხელმძღვანელობდა და დღეს არის ყუდის პოლიტიკური პოლიცია რომელიც თითოეულ ჩვენი პარტიის წევრს თუ ხარდაჭერს დაძდევს აქედან გამომდინარე ნამდვილად რაღაც გარკვეული პერიოდი ყველაფერს გააკეთებენ უფრო მეტი ტერორი წამოვიდეს მეტი აგრესია წამოვიდეს მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ მერაბიშვილი ამას ვერ მოახერხებდა თუ აღარ ენდობოდა მე ვფიქრობ რომ უნდობლობა იყო მე ვფიქრობ ჩემი აზრით კი შიში იყო რომ რაღაც ბოლო მომენტში შეიძლება ბატონი ივანო მერაბიშვილი არ წასულიყო ისეთ ანუ დარბევა იქნებოდა ეს რამე საპროტესტო აქციის რაზეც წავა ბაჩუ ახალაია და რატომ ფიქრობთ რომ არ წავიდა ნოემბერის დროს იყო მე არ ვფიქრობ მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა ამას რომ უნდობლობა გამოუცხადა მე ამას ვფიქრობდა თორე ჩვენ უამრავი ის შეგვიძლია გავიხსენოთ თუ როდესაც საუბრობთ წარმატებებზე ბატონი ივანო მერაბიშვილის უნდა გავიხსენოთ ის 2007 წლის 7 ნოემბერი ხო იმაში როდესაც ესე არ ბევრდა ის ხალხს და ცნობილია ამ დარბევებით აი რატო შეიძლება რომ უნდობლობა გამოუცხადოს ივანო მერაბიშვილი კარგი ორგანიზატორია თუ დაუჯერა მიხეილ სააკაშვილმა და უკვე შეცვალა გადაიყვანა პრემიერ-მინისტრად და ფაქტია რომ ბაჩუ ახალაიას მხრიდან რაღაც გარკვეული პერიოდი წავა გაცილებით მეტი რეპრესია ჩვენს მიმართ მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ წეღანში შეახსენეთ და მერეთის ინციდენტის მერე მეორე დღეს მე ვიყავი ასოლის სოფელში და ძალიან სიმართლე გითხრათ შიშით მივდიოდი რომ მოსახლეობა არ დამხვდა შეშინებული მეთქი რა ისეთი გახარებული წამოვიდი იქიდან მთელი სოფელი შემხვდა და უფრო მეტი აგრესია წამოვიდა ხალხისგან უფრო მეტად გაღეზიანდა ხალხი თუ წინა დღემდე დაახლოებით 70-80% იყო ჩვენი მომხრე იმ დღეს მეორე დღეს უკვე 90% 100% რამის უკვე გაღეზიანებული და ანუ ხელში ამოვიდა ხალხის ყველაფერი დღეს რაც ხდება ქვეყანაში და შის იმდენად ვეღარ დავარქვი რამდენადაც ხალხი ფრთხილობს თუ ვისმეს რაღაც სამსახური გააჩნია რაღაც 200-300 ლარიანი შემოსავალი აქვს რათა ოჯახი არჩინოს იმის დაკარგვის ეშინია თუ როგორც ასეთი შიში ნენელა ილახება უკვე ჩვენს რეგიონში და ძალიან მალე ეს 15 ივლისი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს რეგიონში ბატონო თამარ მაინტერესებს ამ ინციდენტის დროს და ამ ინციდენტში მონაწილე ადამიანები ვინ დაისაჯა ვინმე პასუხი ააგო თუ არა მათი მხრიდან ან აქეთა მხრიდან ჩვენი მხრიდან დააკავეს პიროვნება არაჩვეულებრივი ახალგაზრდული წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიის დათო ბზიშვილი რომელიც იმ დროს სამჯერ იცემა ნახავდით ალბათ კადრებში ეს პიროვნება ცოტა ხუჭუჭთმიანი ბიჭია შავმაისურიანი არაფერს არ აკეთებდა გარდა იმისა რომ სამჯერ სცემეს ეს დააკავეს მეორე პიროვნება ისიც ბატონ ირაკლი ალასანიას მე თვითონ ჩემი პირადი თხოვნით დაუყენე რომ დავინახე არეული სიტუაცია იყო თხოვე როგორც ყოფილი ყოველთვის ირაკლი ალასანიას უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და ეს პიროვნება დააკავეს რომელსაც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა არანაირ შეხლა-შემოხლაში არც არავის დაურტყია მისთვის და არც მაგას და თვითონ ალეკოს დაურტყია არავისთვის ეს ორი ადამიანი დააკავეს 10 დღეს შეუფარდეს იმ ხრიდან დააკავეს ლაშა ჩიხლაძე რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა იქ იმ დღეს მეორე დააკავეს ვინმე ალეკო ოდიშვილი და მე არ მაქვს ზუსტი ფაქტები მე თვითონ არ მინახავს მაგრამ ქალაქში მითხრეს რომ ეს პიროვნები მესამე დღეს გამოუშვეს და დღეს გარეთ არიან არ ვიცი რამდენად სიმართლეა ეს მაგრამ ესეთი ჭორების დადეს ასე რომ აი ესეთი სიტუაციები ხდება ჩვენსკენ რომ არ გვაძლევენ ფაქტიურად ეშინიათ არ გვაძლევენ რომ საარჩევნო კამპანიის წარმოება ნორმალურად განვახორციელოთ რა კაპიტანა თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ადამიანის ფულების დაცვისა შესაბამისად როგორ ფიქრობთ და ამგვარი მსგავსი შემთხვევაში ფაქტები ალბათ ხშირად მინახავთ შეიძლება არა ესეთი სასტიკი შეიძლება არა ესეთი ხარისხით გამოვლენილი ასე რეალობით გამოვლენილი როგორც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ მაგრამ მაინც ყოფილა ძალიან მრავლად სამწუხაროდ ისტორიაში საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამგვარი მოვლენები გვახსოვს შეტაკებები მარნეულსა და ბოლნიში წინა ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გვახსოვს წინა არჩევნების პერიოდში მრავალი უფლება დარღვევა და ასე შემდეგ როგორ ფიქრობთ ამგვარი თავდასხმები როგორ მოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე ამომრჩეველზე როგორ მოქმედებს ამომრჩეველი ამ შემთხვევაში ამომრჩეველის დაშინების ხარისხი უფრო მაღალია და ის კატეგორია რომელიც შესაძლებელია თუ ბრაზისა და სამართლიანობის გამძაფრებული გზნობით ასე ვთქვათ აღსული ადამიანების ანუ საბოლოო ჯამში ამგვარი ტერორი დადებით განსახდებს ხელისუფლების შედეგებზე თუ არ ყოფს საერთოდ ადამიანის ორგანიზმი, მისი ფსიქიკა, მისი გონება არის მოწყობილი ისე რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება. თქვენ იცით რომ ძალიან დიდ ტრაგედიებსაც ეგუება ადამიანი და გადალახავს ხოლმე
აი შეგვების უნარი ეს არის ერთ-ერთი თქვა თავდაცვის ინსტინქტი, რომელიც ადამიანს გააჩნია და შიშიც მე ესეთ ცნობილ გამოთქმას გაგახსენებთ, მგელიო და მე უკვე აღარ დაიჯერეს ეს მგელი, როცა მგელი მოდიოდა. სწორედ ესეა ხელისუფლება მაშინა აშინა ეს საზოგადოება, გარკვეული პერიოდი ერთხელ გაჭრა, მეორედ გაჭრა, მესამედ გაჭრა, მაგრამ ადამიანებმა გამოიმუშავეს იმუნიტეტიც ამ შიშზე და მიხვდნენ, რომ იმაზე უფრო საშიში ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება და მისი ესე ვთქვათ მართლობა, ამაზე უფრო საშიში დღესდღეობით არც ერთ მოქალაქეს არაფერი არ ემუქრება. ყველაზე საშიში დღესდღეობით არის ხელისუფლება. და საზოგადოებამ სწორედ აი აქედან გამომდინარე ნელ-ნელა დაიწყო დასკვნის გამოტანა თუ რა უნდა ქნას, როგორ უნდა მოიქცეს იმისათვის, რომ ეს საშიშროება თავიდან აიციოს. მე ისევ მინდა ხელისუფლების რღვევაზე ვისაუბრო და იმაზე ვისაუბრო, რომ თათ ყველაფერი რიგზე არ არის და ისინი ნელ-ნელა უკვე თვითონ შიგნით მიდის ეს დაშლაც და თვითგამორკვევა, ანუ შიშის დაძლევა მარტო ხალხში კი არა, იგივე ხელისუფლების წარმომადგენლებშიც ხდება და ძალაუნებურად ეს შიშის დაძლევა უკვე იწვევს გამოფხიზლებას, ფხიზელი გონებით, ფხიზელი თვალით მოვლენების განვითარების დაკვირვებას და ბუნებრივია ამაში ჩართულია სრულიად საქართველოს მთელი ესე ვთქვათ მოსახლეობა და მათ შორის პოლიციაც. თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ ის დიდი მიტინგები, რომელიც ჩატარდა თბილისსა თუ მცხეთასა თუ იმერეთსა თუ გურიაში, არც ერთი პოლიციელი იქ არ გამოჩენდა. თქვენ დაინახეთ ალბათ, რომ არცად პოლიციელი არ ჩანდა. ეს არ იყო იმიტომ, რომ ხელისუფლება ძალიან მობიერია, ძალიან კეთილშობილია, ჩვენ სწორედ აქაური აქ ვნახეთ როგორი მობიერი და თუმცა შეიძლება შირმა იყოს, როგორც 2009 წლის აქციების დროს, საქმეების აქციების დროს. არა, ეს თქმა მინდა, ხელისუფლება შეეშინდა, რომ პოლიცია გამოსულიყო ხალხთან და პოლიციას დაენახა ამდენი ხალხის განწყობა და განცდა იმის მოლოდინისა, რომელიც ამ ხალხს გააჩნია. ამიტომ პოლიცია არის გარიდებული საზოგადოებისგან. რომ პოლიციამ არ უნდა იცოდეს საზოგადოების განწყობები და იქ სადაც მცირე ჯგუფებია, როგორც ეს იყო თქვათ დღეს გორის მაგალითზე, იქ კიდე ბედავენ, რომ ესე თქვათ გამოუშვან ეს ზონდერები და სპეციალური ჯგუფები, მაგრამ იქ სადაც საზოგადოების სერიოზული სიმრავლეა და თავყრილობა, იქ ხელისუფლებაერიდება, რომ პოლიციამ დაინახოს საზოგადოების განწყობა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდე კომუნისტების დროს მე ვიხსენებ 70-იან წლებს, 78 წელს 14 აპრილს როდესაც პოლიცია იდგა ხალხთან, პოლიცია ხედავდა ხალხის განწყობას და მათ ვერ გაბედა იგივე 9 აპრილს, იგივე კიდევ მეორე 78 წელს 14 აპრილს პოლიციამ ვერ გაბედა ხალხის წინააღმდეგ წასულიყო. დღეს ეშინია ხელისუფლებას, რომ პოლიცია თუ კი იქნება ამ ხალხმრავალ მიტინგებზე, რომელიც ტარდება რეგიონებში და დაინახავს საზოგადოების განწყობას, ისიც არ გადავიდეს პირდაპირი ნიშნულობით არ გადავიდეს საზოგადოების მხარეზე. ეს ძალიან კარგის მაჩვენებელია, ესეც არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ შიგნიდან აი ეს მონოლითი იმსხრევა, ინგრევა, ეს დაიწყო უკვე პირდაპირი მესიჯებით და პირდაპირი ქმედებებით ხელისუფლებისგან, რომ ის ხსნის კიდევ მეორე ხერხემლის თავებს და ასევე პოლიციას არიდებთ ხალხს, ანუ ეს არის უკვე შეშინებული ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეიძლება მას დღეს ხელის გაქნევის საშუალება აქვს, ვიღაცაზე დარტყმის საშუალება აქვს, შეიძლება ამ მომენტში ვიღაცის დროებით დაჭერის და დაკავების საშუალებაც აქვს, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ ის არის წამსვლელი და ის დღეები, რომელიც მას დარჩენია ხელისუფლებაში ყოფნისა, ესეც კი სათუო და საეჭვოა და ამიტომ მისი შენარჩუნება მას უღირს ნებისმიერი ძალადობისა თუ უკანონობის გზით. ამიტომ საზოგადოებამ უნდა მოვიფიქროთ სწორი ნაბიჯები, რომ აი ეს დარჩენილი დღეები, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის და ჩვენ ეს პოლიტიკური ძალა ისე გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში, რომ საზოგადოება რაც შეიძლება ნაკლებად დაზარავდეს. ქალბატონო ნანა, მე მინდა ისე წინასაარჩევნო პერიოდს დაუბრუნდეთ. თუ ხედავთ ახლა რამე ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას წინასაარჩევნოდ და როგორ შეიძლება რომ გაგრძელდეს, ან როგორ აღმოიფხრას ეს იგივე თავისუფალ მედიას რაც შეეხება სასტიკად კრძალავენ და უშოთ რომ დაიფაროს ამ მედიით მოსახლეობა. მით როდესაც არ არსებობს საარჩევნო გარემო ქვეყანაში, როდესაც არ არსებობს დემოკრატია, იქ ძალიან ძნელია ილაპარაკო კონკრეტულად რა ირღვევა.
ან რა დარღვევებზეა საუბარი. იცით, დარღვევები როგორც ესეთი, როგორცაც ამას ხშირად დასავლელი ჩვენი პარტნიორები თუ სადამკვირვებლო მისიები აფიქსირებენ დარღვევებს, ეს არ არის დამახასიათებელი საბჭოთა ქვეყნებისთვის და ეს მე მგონია რას გულისხმობ ამან? დარღვევებში ისინი გულისხმობენ უშუალოდ დარღვევის ფაქტების დაფიქსირებას, რომელიც ბუნებრივია ასეთი გამოცდილების მქონე ხელისუფლების ხელში ძალიან ძნელია, თუმცა მე ამ პერიოდის წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებზე არ ვსაუბრობ, კიდევ ვიმეორებ, რომ ქვეყანაში არ არის საარჩევნო გარემო და რას გულისხმობ ამაში? მოშლილი და დარღვეულია, იქ კონკრეტულ დარღვევებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. აი რას გულისხმობ გეტყვით, რომ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრს გორის მოქალაქეს ძალიან უყვარს სტალინი, მაგრამ ბუნებრივია, რომ სტალინის დროს არსებობდა ძალიან მკაცრი რეჟიმი. რომელსაც თავისი უარყოფითი მხარეები ჰქონდა და ამაზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ შეიძლება. სტალინის არჩევნების დროს მოსახლეობა თითქმის ერთსულოვანი იყო და მიდიოდა და ხმას აძლევდა ხელისუფლებას და პირიქით ისეთი აჟიოტაჟით, ისეთი სიხარულით, სიყვარულით, ვისაც რა ჰქონდა საუკეთესო სახში ყვავილი იყო ეს თუ რაღაც ნივთი იყო საარჩევნო უბნებში მიჰქონდათ, რათა გამოეხატათ თავიანთი დადებითი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, მაგრამ მაშინ რომ ყოფილიყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და დაეფიქსირებინათ და ეთქვათ, რომ უი რა დემოკრატიული არჩევნები ტარდება სტალინის რეჟიმის დროსო, ალბათ იქნებოდა სიბრილვა. ეს ამას არც საერთაშორისო ორგანიზაციები არ აკეთებდნენ და ბუნებრივია არც სახელმწიფო იძლეოდა ამის საშუალებას. დღეს შეიცვალა სახელმწიფო, უბრალოდ დღეს შეიცვალა ფასადი და დღეს დღევანდელ რეჟიმს უნდა რომ თქვას, რომ არ დემოკრატიული, მაგრამ ღირებულებების თვალსაზრისით ის არ გახდა დემოკრატიული, ვერ გახდა დემოკრატიული და ლაშამ დამისვა კითხვა, რას მიიჩნევთ, რომ დარღვეულია ქვეყანაში, სადაც არ არსებობს თავისუფალი მედია და სადაც ხელისუფლება ებრძვის თავისუფალი აზრის გავრცელების გამოვლინებებსაც კი და ომი გამოუცხადა ანტენებს. იქ და ხო თებშობია გავრცელებული. იმ საშუალებებს, რომელთაც ადამიანებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია და მიიღონ ინფორმაცია სულის საკვები და არა სხეულის ამ შემთხვევაში. ისევე სახელისუფლებო არხების, ნუ ეს რა არის თუ არა აგონია, ხო და როდესაც ვლაპარაკობთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება აი ესეთი ფონით ჩატარებულ არჩევნებზე საერთოდ ილაპარაკო რა ირღვევა. კი არ ირღვევა, რა არის ისეთი, რაც გვაძლევს იმის იმედს და თქვა საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები. ჯერჯერობით ასეთი გარემო ამ ქვეყანაში არ არის, რომ აქ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ეს ყველაფერი არის მოსაფიქრებელი და სასწრაფო და წინასწარ არის დასაწერი ეს ყველაფერი, რომ როდესაც ებრძვიან ანტენებს თუ თებშებს თუ იმ საშუალებებს, რომელმაც უნდა საზოგადოებას მიაწოდოს განსხვავებული აზრი. როდესაც საარჩევნო კოდექსი პირდაპირ გიწერია, რომ 7/6-ზე ითვლის კომისიები შედეგებს, ანუ იგებს ის, ვინც ითვლის არჩევნებს, ჯერ კიდე სტალინის გამონათქვამი. და როდესაც პირდაპირ გეუბნება ხელისუფლება, მე ვითვლი, ტელევიზიები ჩემია, პოლიცია და ის ჩემი. ის კი არ არის, რომ პოლიცია არის საზოგადოებას იცავს, არა, იგივე მიტინგების დაშლის დროს ჩვენ ნახეთ მაშინ საწყალე ბადრაკაციშვილი იყო ცოცხალი, როდესაც პოლიცია არბევდა უკანონოდ მიტინგს, რა შეძახილები იყო, ბადრის რა და იყო გინების ტექსტები და მიშას რა და იყო ქების ტექსტები. როდესაც პოლიცია არის პოლიტიზირებული, როდესაც ტელევიზიები არის მონოპოლიზებული, როდესაც არ არსებობს არანაირი კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს, როგორ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ აქ არჩევნები რა ირღვევა? ირღვევა ყველაფერი, მაგრამ ვერ კეთდება ვერაფერი იმისათვის, რომ ჩვენ იმედიანად ვიყოთ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. მაგრამ ახლა საზოგადოების იმაში არ მინდა გავაჩინო ნიჰილიზმი, მაგრამ ხალხს აქვს უდიდესი ძალა. თუ ხელისუფლებამ დაინახა ხალხის სიძლიერე და დაინახა ის, რომ ჩვენ საარჩევნო უბანთან თითოეული მოქალაქე მივედით და არა მარტო ხმა მივეცით, არამედ დავიცავით ჩვენი საკუთარი ხმაც. მათ ვერც ტელევიზიების მონოპოლიზება უშველით, ვერც პოლიტიზირებული პოლიცია უშველით და ვერც ის სამარცხვინო კოდექსი, რომელთაც დღეს აპირებენ არჩევნებს. ანუ გამოსავალ საზოგადოების ერთობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი არის საზოგადოების გამოღვიძება. ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლების რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი და სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ საზოგადოება ძალიან მარტივი და ძალიან იოლი და ძალიან სამართლიანი გამოსავალია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისათვის. დღეს ეს არის ერჩევნები და ამაზე გადის ჩვენი მომავალის გზა, ამით
ამიტომ ჩვენ თითოეულმა არა მარტო ხმა უნდა მივცეთ და მივიდეთ უბნებში, არამედ უნდა ვიმეორიგოთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და დავანახოთ ხელისუფლებას, რომ რაც არ უნდა დაწერო შენ სპარატინა ხალხზე, ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ვიცით ჩვენ რა გვინდა, რა არჩევანი გავაკეთეთ და შენ ამ არჩევანს ჩვენ ძალადობით ვერ. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი არანაკლებ აქტუალურია და ჩვენ გვინდა ბატონ თამას ვკითხოთ გორის შიდა ქართლის სპეციფიკის თაობაზე, თქვენ წლების განმავლობაში უკვე ჩართული ხართ პოლიტიკურ საქმიანობაში, ალბათ ჩვენზე მეტი შეიძლება იცოდეთ, რაც ბუნებრივია ბასიშვილის ჯგუფთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში რატომ არ იქნა თუ იქნა ყოველ შემთხვევაში ჩვენს ეს უცნობია მერეთის ინციდენტში ეს ჯგუფი გამოყენებული. კიდევ გარდა ბასიშვილისა, რომელიც ცნობილია თავისი დანაშაულებრივი საქმიანობით და სხვაშორის დეპუტატია და რატომღაც ზონდერობს უშუალოდ და პირადად, სხვა რა ჯგუფები მოქმედებს ამ ტერიტორიაზე, ამ ულამაზეს კუთხეში საქართველოსი, კიდევ რა სპეციფიური გარდა ჯგუფებისა რა სპეციფიური თვისებები ახასიათებს აქ ადგილობრივ რეალობას, იმიტომ რომ არის სამწუხაროდ კონფლიქტისპირა ზონა, შესაბამისად აქ ალბათ უშუალოების სამსახურების მოქმედებას უფრო გაძლიერებული იქნება და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არა გარე საფრთხეების მიმართ არის ის გამოყენებული, არამედ შიდა პოლიტიკური უსამართლო და უკანონო კონტროლისათვის. აი ამ ყველაფერზე რა შეიძლება დაამატოთ თქვენ, რადგან თქვენ იცით ამაზე მეტი ვიდრე თითოეულმა თქვა თბილისის ან სხვა რეგიონის მოსახლებმა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა წეგან ვსაუბრობდით მოსახლეობის განწყობებზე. ეს პროცესი ჩვენ დავდივართ უამრავ მოსახლეობას ვხვდებით რეგიონებში, გავდივართ სოფელში, გვაქვს ურთიერთობა ხალხთან. ამ პროცესს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. სურო ნუ იქნება ნუ ტელევიზია, ნუ რაფერი ის ინფორმაციას, რასაც ჩვენ პრესის სახით ვაწვდით, ესეც რო არ იყოს, დამერწმუნეთ, ამ პროცესს ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს. აი როგორ ვთქვი, მაინც რო შეაჩერონ, დადიან პირდაპირ ასახელებს საინტერესო ალბათ. უბნის ინსპექტორები სოფლებში გადიან, ნახულობენ ყველა იმ სიავთ გაკეთებული, თუ ვინ არის ქართული კოალიცია, ქართული უსუნების ხარდამჭერი. პირადად ნახულობენ, ემუქრებიან თუ ვინმე გააჩნია ოჯახში, ან შვილი, ან ძმა, ან დედა, ან ბიძაშვილი და მუშაობს სადმე დასაქმებული, ყველას ემუქრებიან, თუ არ დაანებებთ თავს, გაგინთავისუფლებთ. მაგრამ იმ ხელა ქართული უსუნების მიმართ მხარდაჭერა, რომ დამერწმუნეთ, ოფისებიც რომ დაგვიკეტონ, შტაბებიც რომ დაიხუროს, დარწმუნებული ვარ არჩევნებამდე. არჩევნებს მაინც მოვიგებთ. იმიტომ თვითონ პროცესი, ამ პროცესს ვერც ყუდი, ვერც ცოდი და ვერაფერი ვერ შეაჩერებს რა. არ არის საჭირო მე უყურებ ახლა, უკვე რამდენიმე დღეა ახლა ეს ბოლო პერიოდი დავდივარ სოფლებში და განწყობა ვიცი ხალხის რა. რაც შეეხება ბასიშვილის ზონდერ ბრიგადებს, ეს დაჯგუფებას კი ეს ბიჭები, რომლებიც მერეთში იყოფებოდნენ, ასე ვთქვათ, ახლები არიან, სულ ახალი სახეები არიან, მათ ყავთ ახალი ინსტრუქტორები, ავარჯიშებიან, ის თვითონ არ ჩანან, სამწუხაროდ მეც კარგ ავისვამდი ამათ და მეც ყოფილი ძალოვანი ვარ და მქონია ამ ბიჭებთან ურთიერთობა და შეხება. სამწუხაროა, რომ ესეთი ცუდი გზა აირჩიეს და არასწორი გზა აირჩიეს და ამ გზას გაყვნენ. ბასიშვილის ხალხი, როგორც ასეთი უკვე არიან, უკვე ჩამოყალიბებული, უკვე პროფესიონალები არიან თავის საქმეში და ისინი უფრო ასე ვთქვათ, უფრო მძიმე წონოსან იმაში გადიან ზონდერებში და ყველას ხوار გამოიყენებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს მათი მობილიზება, ასე ვთქვათ. მათი მობილიზება ვერ მოასწრეს, მაგრამ ყველა სოფელში იყავთ. ყველა სოფელში იყავთ, დაახლოებით 15-20 ახალგაზრდა, დაახლოებით 18-დან 25 წლამდე თითქმის ყველა სოფელში იყავთ. შეიძლება არ იყვნენ ისეთი პროფესიონალი მოჩხუბლები, რომლებიც მერეთში იყვნენ ამასულები, მაგრამ არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც აქვს პირობითები მიცემული და აქედან გამომდინარე აიძულებენ ნასვამ მდგომარეობაში, ცდილობენ ყოველთვის, როდესაც იციან მაგალითად ახლა კარალეთში ვიყავით ბოლოს შეხვედრები კარალეთში, სოფელ კარალეთში და მეღრეკიში, იქ არ იყვნენ ჩვენი თბილისთან ლიდერები ჩამოსულები, ვიყავით გორის შტაბიდან წასულები, მე ვიყავი სოსო ვახტანგიშვილი, ლექსო ვალიაური, სულ ყველა მთელი შტაბიც გავედით, იქ დაგვახვედრეს მაგალითად დაახლოებით 20-25 ახალგაზრდა ბიჭი ნასვამ მდგომარეობაში და ანალოგიური როგორც მერეთში დაიწყო. უბრალოდ იქაც შეურაცხყოფა იყო, იქაც მოვითმინეთ, ძალიან ბევრი შეურაცხყოფის მოთმინა გვიწევს. ჩავყოლაპეთ ასე ვთქვა და წავედით. გადავედით მეღრეკიში, შევხვდით მოსახლეობას დაველაპარაკეთ. ანალოგიურად მეღრეკიში არიან რაღაც გამორჩეული სოფლები, მაგალითად დიცი, ტირზნისი, არბო, ქორდი, სადაც უფრო აქტიური ყავთ ესეთი პიროვნებები და იმ სოფლებში სადაც არ ყავთ, საერთოდ იქიდან გადმოყავთ, სხვა სოფლიდან მოყავთ. ჩასვავენ ამ სამარშრუტო ტაქსებში, იმებში გადმოყავთ და იქ ალაპარაკებენ. აი მერეთში მაგალითად არც ერთი არ იყო ადგილობრივი. სულ ყველა იყო ჩამოყვანილი, ზოგი გორიდან იყო ჩამოსული, ზოგი არბოდან იყო გადმოყვანილი, ქორდიდან და ესე დადიან და ცდილობენ რამე საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელი შეგვიშალონ. ვერ შეგვიშლიან. აი წარმოვიდეთ, როდესაც მივდივარ და ხვდებით 50 ადგილობრივი თუა, ხო? და არის ჩვენი მხარდამჭერი. ამ დროს ერთი 30-40 კაცი იმათ დგას გვერდზე. ანუ ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევენ და ცდილობენ გვერდიდან ხან შეგვაგინებენ, ხან რაღაცას იზავენ, რომ იქ რამე დაუყვეთ, რომ მე რა ხდება, დაგაკავოთ, მე და გვიჭერენ, ხო?
ფაქტია რომ ჩვენ ვერ ჩხუბობთ შეურწყობას ვერ ვაყენებთ და გვიწევს გაჩუმება რა და იმად გონიათ ეთყობა რომ ესენი ცოტა ვერ არიან ეთყობა თავის მატურზე ეშინია დავიტანეთ დურას უკაცრავად ვერავინ ვერ დაგვიტანეთ რა არავის ნაკლები არაფერი შეგვიძლია და დრო მოვა რომ ყველანი ნახავთ ვის რა შეგვიძლია რა ყველას მოგიწევთ თქვენ საქციელზე პასუხის გაცემა ასე რომ ბასაშვილის ხალხი თბილისშიც არიან ყველგან დაყავთ ძალიან ბევრი არიან მაგრამ ჩვენზე ბევრი არ არიან ჩვენ ძალიან ბევრი ვართ ეს დამტკიცდება კიდე ყველა დაინახავს 15 ივლისს თუ რეგიონში მოგხსენებათ ქართული ოცნების აქცია იმართება და არანაკლები ვიქნებით ქუთაისში, ოზურგეთში და მცხეთაში რო იყვნენ. ჩვენ ყველანი გამოვართ, დარწმუნებული ვართ ჩვენი მოსახლეობა გამოვა და ღირსეულობის გაადგავს. იმიტომ შიშის დრო აღარ არის. რაღაც დრო შიშია, საჭმლის ფული არ აქვს ხალხს, არაფერი ამათ არ გააჩნია და ზოგი იძახის მეშინიაო და რაღაც დრო შიშია ხალხო. უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. განცხადი შეიტანეთ, ნებართვა აგեղოთ, ანუ მოედანთან დაკავშირებით და რა პასუხი მიიღეთ კი შევიტანეთ განაცხადი დღეს დამირეკეს მივედი შევხვდი ადმინისტრაციის უფროს კახატოლიაშვილს და რომელ მოედანს ითხოვდით ადმინისტრაციის წინ გუბერნიის წინ მდებარე მოედანს სტალინის 16-ში ვითხოვდით ან წინამდებარე მოედანს ვითხოვდით სადაც მივიღეთ საიდანაც მივიღეთ უარი მათ გითხრეს რომ ეს არის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძი და აქედან გამომდინარე ერთდღიან ვერ შეძლებდნენ ბატონ თამაზ მაფათეეს მაგრამ არასატრანსპორტო კვანძი რომელი მოედანია მოედნები სამიტინგოდ არ შენდება მხოლოდ და მხოლოდ კი შეიძლება გამოიყენო მაგრამ რომელი მოედანი შეიძლება იყოს არასატრანსპორტო კვანძი თქვენ ხო ვერ ამეხსენებთ ჩემს ცოტა გაუგებარი ბაზარი ჩემს გაუგებარი და ამიტომ ვერ აგიხსნით ალტერნატიული შემოგთავაზეს ბახმაროს სპეცობილი რეკლამა გასული შემოგთავაზეს ეგრეთ წოდებული ქართლის სტადიონი რომელიც არის ფაქტობრივად ქალაქის გასასვლელში ისიც საერთოდ ცხოვრობენ ჩვენი პატრიოტები დევნილები ახალი დევნილები ეგრეთ წოდებული და იქ არის ქართლის სტადიონი და იმის მიმდებარე ტერიტორია შემოგთავაზეს. ჩვენ ახლა ალტერნატივას არის კიდე გორში ამდენიმე ადგილი, შევთავაზებთ, წერილით მიმართავთ ხვალე და ნახავთ თუ იმაზეც უარი ეთქვა, მე ალბათ ჩამოყალიბდებით თუ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ფაქტია რომ ხელისუფლებას ეშინია ძალიან. მე მაქვს ინფორმაცია ასევე რომ ცდილობენ რამენერად ეს აქცია ჩაშალონ და ვერ შედგეს, მაგრამ ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, წეგან ქალბატონი ნანაბრძანა და მე ნამდვილად ვეთანხმები რომ როდესაც ხედავენ ესენი ხო კურდღლები არიან. ამათ რო ეშინიათ ხალხს რო ხედავენ უკვე იქ ვეღარ ჩდებიან და აქედან გამომდინარე ისიან მოთხოვნა იყო დაახლოებით 30000 კაცზე. რომ უნდა ყოფილიყო აქციაზე და როდესაც ხედავენ ამდენ ხალხს უამრავ ხალხს იქ ვეღარ მედიან ეშინიათ. თუ ელემენტარულად ხო შეუძლია ისე მაინც მივიდნენ არ კანონი ამათ მეგონა ავალდებულებს რომ უსაფრთხოების გამო მაინც უნდა იქ წესრიგის დაცვის მიზნით მაინც უნდა იყვნენ იქ მაგრამ საერთოდ იგნორს ვიკეთებენ არ არსებობენ საერთოდ თვითონ ეს არის ერთადერთი რამის გამო შიშის გამო რო ვერ მოდიან ბანთამას მე ვიცი რომ მოვალ კვირაში ალბათ დაიწყება ქართული ოცნების ლიდერების საზოგადოების ცნობილი სახეების სტუმრობა გორის რაიონში და შიდა ქართლის მთლიანობაში თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ დახვდება შიდა ქართლი ასე ვთქვათ ამ ადამიანებს როგორი განწყობით და საბოლოო ჯამში როგორ მივალთ 15 ივლისამდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გორელები ძალიან თბილად დახვდებიან, როგორც ყოველთვის ჩვევია ქართლებს სტუმართმოყვარეობა დახვდებიან ძალიან კარგად, ჩვენ სტუმრებს, ჩვენს ლიდერებს, აქ იქნებიან ძალიან ბევრი პატრიოტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჩვენ ყველა ოჯახში შევალთ, ყველა სოფელში ჩავალთ, ყველა ოჯახს შეუღებთ კარს, დავპატეჟებთ 15 ივლისს, მართალი ადგილი არ ვიცი ჯერ, მაგრამ ცნობილი გახდება ძალიან მალე, მივაწვდით ინფორმაციას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი მოვა. შეიძლება არ იყოს ჩვენი მხარდამჭერი, მაგრამ მოვა იმის გამო, რომ მოусვინოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე მინდა გითხრათ, რომ 15 ივლისს თვითონ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩამობრძანდება და გაგაცნობ თუ რა იქნება ჩვენი რეგიონის მთავარი პრიორიტეტები და თქვენ თვითონ მოგეცემათ საშუალება ყველაფერს მოусვინოთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეგობრებს ქუთაისელებს, იმერლებს და გურულებს არაფერთ არ ჩამოვარდებით და კი არაფერთ არ ჩამოვარდებით და ქართველებიც მართალია ცოტა ძიმე ხარ, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ რომ გამოვლენ რა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. კაპიტანას შეჯამების სახით მე მინდა გითხოთ თქვენ მაინც კი არა და უბრალოდ სოფლიო დამცველი ხართ და სამხ საზოგადოების ასე ვთქვათ ჩვენებური გაგებით ჩვენთან გამოიყენება ზოგადად არასამთავრობო სექტორის ასე ვთქვათ გაგებით ეს ტერმინი როლი წინასაარჩევნო პერიოდში აი ამ ძალიან ძიმე არჩევნების წინ და შემდგომ როგორ გესახებათ 1-2 თქვით იმიტომ დრო ბევრი აღარ დაგვრჩა და თუ შეიძლება შევაჯამოთ. თუ ამ სექტორს ქვია სამოქალაქო სექტორი ეს ნიშნავს რომ არასამთავრობო სექტორი ასე ვთქვათ. ეს უნდა იყოს სწორედ ხალხის გვერდით. და მე იმედი მაქვს, რომ ის ბრძოლა, რომელსაც დღეს ქართველიერი ქართველი ხალხი იმ საქართველოს მოსახლეობა აწარმოებს, ეს დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. და აქ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი როლიც, ჩვენი ადგილიც, ჩვენი ფუნქციაც და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც ღირსეულად ართმევენ მუშაობას თავს თავიანთ
სკოლებში, თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, ისინი სწორედ აღმოჩნდებიან იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია სხვადასხვა ბრძოლის ველი, ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენ ყველანი ერთად, არა ჩვენ რაღაც NGO-ები, ეგრეთ წოდებული NGO-ები, ცალკე რაღაც ადამიანის უფლებების თვის, არამედ ყველანი ერთად ვიბრძვით ჩვენ დღეს იმისათვის, რომ ჩვენი უფლებები, ჩვენი ღირსება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყოს დაცული. რაც მთავარია, რომ არავინ იყოს მომავალ საქართველოში ნაწამები, მოკლული, ასევე არავინ იყოს გატაცებული, არავის სახლი იყოს წართმეული, არავის ქონებას ემუქრებოდეს საფრთხე, მიტაცება და ბოლოს და ბოლოს საქართველო უნდა განთავისუფლდეს ისეთი ხელისუფლებისაგან, ისეთი მოძალადე ხელისუფლებისაგან, რომელიც დღეს ყავს. მე მგონია, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი ქვეყნის წინაპრები, ჩვენი ერის წინაპრები ნამდვილად იმსახურებენ იმას. შეიძლება დღეს ჩვენ თავი ისე ვერ გამოვიჩინეთ, როგორც საჭირო არის, მაგრამ ჩვენი წინაპრები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ჩვენი ერი გადარჩეს და გააგრძელოს არსებობა და თუ ჩვენ გადარჩენა გვიწერია, ჩვენ გვიწერია ამ ხელისუფლებისგან გათავისუფლება. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. მე მინდა ჩვენ სტუმრებს გადავხატო ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ასეთ საინტერესო საუბრისთვის. ვაშა ინტერაქტივი შეაჯამა და შემდეგ შეჯამებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა მინდა უპირველეს ყოვლისა უთხრა არა მარტო ჩვენ სტუმრებს, არამედ ჩვენს მაყურებლებსაც, რა თქმა უნდა, რომლებიც ძალიან მრავალრიცხოვნები არიან. 422 ადამიანმა მიიღო ამ ეტაპისათვის მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში. მათგან 351 თვლის, რომ სამთავრობო ცვლილებები არის უარყოფითი, ხოლო 72 თვლის, რომ დადებითი. დიდი მადლობა თქვენგანს, ვინც მიიღეთ ამ გამოკითხვაში მონაწილეობა, ვინც გვიყურებდით და გვიყურებთ ყოველ 4 შაბათს სიცოცხლის ზონას, თათია შეტეკაურთან და ლაშქარ ხარტაშვილთან ერთად. ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომელიც პირდაპირ კავშირია ადამიანის სიცოცხლესთან და მათ შორის ეს არის არჩევნები, იმიტომ რომ არჩევანის თავისუფლება მთავარია, რაც სიცოცხლესთან ერთად უბოძა ღმერთმა ადამიანს და მისი დაცვისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა. შევხვდებით მომავალ 4 შაბათს ჩვენს ეთერში ტელეკომპანია Triality-ის სტუდიაში. შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მეტი სარგებელი ხალხს